აი ეს არის ის არავი, სადაც ასობით ჭიათურელი ყოველდღიურ რეჟიმში ისვენებდა, ერთმანეთს აზრებს უზიარებდა. ფინანსების არ ქონის გამო ცოტა ხედავთ, რომ დაგვიზიანდა არავი, თუმცა რწმენა და შემართება ისევე ურყევი გვაქვს და ბრძოლას ვაგრძელებთ ბოლომდე. ეხლა გაჩვენებთ, სადაც ვისვენებთ. ესე რომ ვთქვათ, ეს არის ჩვენი სამუშაო მაგიდაც და სტუდიაც. აი აქ მაღაროელის Facebook გვერდიდან ძალიან ბევრი სიუჟეტები გავრცელებულა, ძალიან ბევრი მწარე სიმართლე გავრცელებულა და ვრცელდება კიდევაც. და პარალელურად, როდესაც ყავს ხალხმრავლობა, ეს შეგვიძლია გადავაკეთოთ ტახტი იყოს და რამოდენიმე ადამიანი ერთად მორიგეობის პრინციპით ვისვენებთ ხოლმე ეს პატარა სამზარეულო ჩვენი, აქ არის ჩვენი სამუშაო მაგიდები, ეს არის ჩვენი წიგნები, მოგეხსენებათ რომ ჩვენ დავდივართ სხვადასხვა შეკრებებზე, ეს არის შრომითი ურთიერთობები და ასე შემდეგ და ორგანიზაციები, რომლებიც გვასწავლიან თუ რა როგორ უნდა იყოს, თუნდაც შრომის კოდექსთან დაკავშირებით, შემდეგ გვასაჩუქრებენ წიგნებით და თავისუფალ დროს ამ წიგნებით სარგებლობ და ვიღრმავებთ ცოდნას. ეს არის ჩვენი საძინებელი, ესე რომ ვთქვათ. და ერთიც აუცილებლად უნდა გაჩვენოთ უკაცრავად. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში გარდა პროტესტისა ყვილა არ ყოფილვართ. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი პროფკავშირები, რო შევქმნით. მეგობრები დაგვეხმარენ და დაგვიბეჭდეს ინდუსტრიულ მშრომელთა ხმა. აი ესეთი სახელი ქვია, ჩვენი გაზეთია, ჩვენი მეგობრების დახმარებით, სადაც წერია ის სიმართლე, რაც რეალურად ხდება. და მოკლედ ეს არის ის ადგილი, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ესე რომ ვთქვათ.